Წვიმალი შვიდეულია და მაინც ალბათ კაცმა თავის თავს ცოტა უფლება მისცა, რომ ცოტა მოეშვას. მაგრამ ზუსტად მანდ არის ჩასაფრებული. არ უნდა მოეშვა. პირიქით. მარხვა რომ გავიდა არ ნიშნავს, რომ ქრისტიანობა გავიდა. მარხვა რომ გავიდა ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა რაღაცა პერიოდი შეგვიძლია რომ ხორცი მივიღოთ თუ ყველი მივიღოთ თუ სხვა ამგვარი რაღაც. მაგრამ მარხვა კი არ დამთავრებულა. მე როგორც მარხვაში არ უნდა მელაპარაკა სხვაზე ის რაც ჩემს თავზე არ მომეწონებოდა, იგივე გრძელდება, რა შეიცვალა? არაფერი. როგორც მარხვაში სიმაძღრე და ნაყროვანება ცოდვა იყო, ეხლაც ეგრეა. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ბოსტნეულით მოიბურთება თუ ქათმის ხორცით, თუ გადააჭარბებს, რა მნიშვნელობა აქვს? იმიტომ ამბობს წმინდა იოანესინელი, რომ სუფრასთანაც იმარხულეო. ახლა კაცი ხო ფიქრობს, რომ რამ გავიდა მარხვა, აბა დაიკლა მოზვერი თუ რაც დაიკლა და ახლა შეგვიძლია დამკაში გავიდეთ, მაგრამ არ უნდა გახვიდე. იქაც თავშეკავებაა საჭირო. ქრისტიანი ესე უნდა ფიქრობდეს. შეულებაში არ გაყარდა. არ არსებობს შეულება. ეშმაკი არ გადის შეულებაში. ჩვენი მტერი ის არის და მაშინ ჩვენ რანაირად გავდივართ შეულებაში? არ გავდივართ. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა ფეხბურთი რომ მიმდინარეობდეს და შუაში ხო არის 15 წუთიანი შესვენება ტაიმებს შორის და დავუშვათ ეგ წესი რომ არ არსებობდეს და ჩვენ მაინც რო ვთქვათ, რომ 15 წუთი უნდა გავიდეთ და იმ 15 წუთში რამდენი ბურთი გავა ჩვენს კარში, მოწინააღმდეგე თუ არ დაისვენებს. აბა წარმოიდგინეთ ხო? არა აქვს ადამიანს ეგრე შესვენების დრო. პირიქით, როდესაც ესეთი მომენტი დგება, ზუსტად იქ არის ჩასაფრებული, რომ იქ უნდა სიფრთხილით იყო. არ უნდა გადააჭარბო. არც დალევაში, ახლა ის ქართველი კაცი ისე როგორ იქნება, რომ აღდგომა არ აღნიშნოს და სასმელი არ დალიოს. არც ეგ არ არის ცოდვა, მაგის დალევა, მაგრამ არც ხორცის ჭამაა ცოდვა, მაგრამ აი ცოდვა იქ არის ჩასაფრებული, სადაც ადამიანი ფიქრობს, რომ ახლა უნდა მოეშვას და თავის თავს რაღაცების უფლება მისცეს. აი მანდ არის პრობლემა. თორე ზომიერად გაკეთებული ყველაფერი კარგია და მარხვა მთავრდება, მაგრამ თავშეკავება არ მთავრდება. ჩვენ აი არასოდეს უნდა ვეცადოთ ესე იგი, რომ რასაც ადამიანს პირადად ვერ ეტყვი, ის არც იმის მიღმა არ უნდა თქვა. აი უბრალოდ ეს რო ადამიანმა დაიდოს წესად, რასაც უშუალოდ ადამიანს ვერ ეტყვი, არც მის გარეშე არ თქვა. არ ილაპარაკო იმაზე. და არ ილაპარაკო სიყვარულის გარეშე. ახლა არის რომ დაუშვათ მშობლები ლაპარაკობენ შვილის თაობაზე, აბა ისე როგორ იქნება შვილის აღზრდის შესახებ ლაპარაკობენ, ჩვენი შვილი ასე იქცევა, ჩვენ ასე ხო არ მიუდგეთ, ისე ხო არ მიუდგეთ, რაღაცა ხო არის ლაპარაკობენ. დაუშვათ მეგობრებმა შეიძლება თავის მეგობარზე თქვან, ოღონდ თავარი აქ არის არა ლაპარაკი, არამედ мотиваცია. ჩვენ რა мотиვი რა არის ჩვენი საუბრისა? რა უნდა გამოიღოს შედეგად? ის რომ ჩვენ ვილაპარაკეთ და უბრალოდ ენა მოვიქავეთ და რაღაცა ჩვენ დრო გავიყვანეთ და ჩვენ კარგები წარმოჩნდით და ის ვიღაცა არ ვარგა, ეგ არის ჩვენი მამოძრავებელი, თუ ეგ არის, მაშინ ეგ არ ვარგა. და ყველაფერში მაინც უნდა დაიცვას კაცმა ის წესი, რომ რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთო, რაც შენ არ უნდა გაუკეთო. ახლა ჩვენ შეიძლება აი შევიკრიბეთ სამეზობლო და ვლაპარაკოთ სხვა ერთ-ერთ მეზობელზე. შეიძლება იმენ ჩვენ სახლის წინ ჩაი არ ამაში, როდესაც ჩვენ მასზე ვლაპარაკოთ. და ახლა ჩვენ რომ ქუჩაში გავივლით, თუ გულწრფელად გვინდა რომ და თანახმოვ იქნებოდით, რომ რომელიმე სახლში შეკრებილები არიან და ჩვენზე იგივეს ლაპარაკობენ, არა, მაშინ კი ბატონო ვილაპარაკოთ. მაგრამ არ ამგონია ვინმე არსებობდეს ეგეთი. რომ აი ჩვენს გაფუჭებულ საქმეზე ლაპარაკი ჩვენ გვსიამოვნებდეს.
ჩვენ მარტო სიამოვნებს იმაზე, რა გავაკეთეთ, რა იყო კარგი. და ჩვენც ეგ ვილაპარაკოთ სხვაზე. ეგ აღნიშნოთ. მაგრამ მაგას ხშირად ადამიანი ვერ აღნიშნავს. შურის გამო. რომ იმან გააკეთა, ან თუ აღნიშნავთ ვიტყვოთ, რომ იმან გააკეთა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ. მადლობანი გაიხარა. ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ. ისა რომ მარხვა არ დამთავრებულა. ის მარხვა, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. დამთავრდა თავშეკავება ამა თუ იმ საკვებისგან, თორე სინამდვილეში მარხვა გრძელდება ბოლომდე. იმ სახით, რომ სულიერად უნდა იმარხულოს ადამიანმა.